პოლიციელი, რომელიც შუა ქალაქში ისროდა, ვირაოთი გამოხვედით, პატიმრობაშიც არ ხართ და ასევე საპროცესოს ელოდებით. იარაღიდან შუა ქალაქში ისროლეთ. ეს ირაკლი მუხათგვერდელია, ყოფილი პოლიციელი ბრალდებული სკამზე. ის დანაშაულს აღიარებს და საპროცესო შეთანხმების მოლოდინშია. მუხათგვერდელს გამოძიება ედავება, რომ 24 მაისს გადაადგილდებოდა ავტომობილით, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა საპირისპირო ზოლის მიმართულებით. პროკურატურის ინფორმაციით ის 25 მაისს დააკავეს და თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. თუმცა უწყებისვე ცნობით ერთ თვეში მან საპატიმრო გირაოს სანაცვლოდ დატოვა. მისთვის წარდგენილი მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მუხათგვერდელი საპროცესო შეთანხმებას არასაპატიმრო სასჯელზე ითხოვს. ირაკლი მუხათგვერდელი აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ზინოვკინას საქმეში ფიგურირებს. ზინოვკინა მას ნარკოტიკების ჩადებაში თანამონაწილეობასა და გაუპატიურების მუხარაში სდებს ბრალს. მუხათგვერდელს საქმის ირგვლივ მის მიმართ არსებული შეკითხვები დავუსვით და შევეცადეთ მიგვეღო პასუხები. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და ძალიან გყავთ იქნებ კომენტარი გავიკეთეთ. რაც რო აღიარებ, ეს გასაგები არის. ანუ თუ აცნობიერებთ იმას, რომ საფრთხე შეუქმნით თქვენ ადამიანებს, პოლიციელი ხართ. ალბათ აღარ ხართ ახლა, მაგრამ ალბათ ისევ გინდათ რომ დაბრუნდეთ პოლიციაში. უმისამართოდ ისროდით თუ იმას ესროდით იარაღიდან. რატომ ისროდით იარაღიდან? როგორ გამოხვედით გირაოთი, ვინმეს შუამდგომლობა, თქვენი კონტაქტები თუ გამოიყენეთ ამისთვის. თუ შეგიძლიათ მომხდარზე რო გითხრათ რამდენიმე სიტყვა, ბრალი აღიარეთ, თქვენ ბრალი აღიარეთ, რატომ იარაღიდან შუა ქალაქში ისროლეთ? რამდენჯერმე? როგორ ახსნით ამ ყველაფერს? საპროცესო შეთანხმებაზე რომ მიდის შემთხვევით, თქვენ ასევე მოწმედ იყავით აქ ადამიანების პროცესზე, რომლებსაც უადობ თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. თქვენ კიდევ გირაოთი გამოხვედით, პატიმრობაშიც არ ხართ და ასევე საპროცესოს ელოდებით. ამაზე კითხვები რომ ჩდება საზოგადოებაში, როგორ პოლიციელი, რომელიც შუა ქალაქში ისროდა, გამოვიდა გირაოთი და ახლა საპროცესოს ელოდება. ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა. დამშვიდი არ ინერვიულობ, ხო რა. არა, მე არ ნერვობ, უბრალოდ მე შესაძლებლობას გაძლევთ საზოგადოებას განმარტებას. არა, არ აინტერესებს თქვენი ისა რა.